მას შემდეგ, რაც ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა არსენ ბალახაშვილმა პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა, 5 მარტიდან აღნიშნული თანამდებობაზე ზაქარია ენდელაძე დაინიშნა. მან პირველი სამუშაო დღე სოფელ გორგულის მოსახლეობასთან შეხვედრით დაიწყო. ამბობს, რომ თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის იზრუნებს. ზაქარია ენდელაძე სოფელ ხევაშნის მკვიდრია. იგი 1999 წლიდან 2004 წლამდე შინაგან საქმეთა ორგანოებში, შემდეგ კი კერძო სექტორში მუშაობდა. პარალელურად იყო ადვოკატ და ასოციაციის წევრი. დავინიშნე გამგებლის თანამდებობაზე და დღეიდან შევდექი უკვე მოვალეობის შესრულებას. ჩვენი გეგმები არის რაიონის წინაშე მდგარი პრობლემების გადაჭრა, რაიონის განვითარება და ხელშეწყობა ყველა იმ სიკეთის, რომელიც ჩვენი მოსახლეობისთვის არის განკუთვნილი ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან და არა მარტო ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობა ამ დრომდე არსენ ბალახაშვილს ეკავა. იგი აღნიშნულ პოსტზე ყოფილი გამგებლის სიმონ პარონაშვილის დაკავების შემდეგ 2 სექტემბერს დაინიშნა. თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება 4 მარტს დაწერა. ამ დროისთვის არსენ ბალახაშვილი გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილედ მუშაობს. მე მუშაობდი 2003 წლის სექტემბრის 1 რიცხვამდე გამგებლის მოადგილედ. Onda შტატი დღეს მდგომარეობით გუშინდელი დღიდან დაუბრუნდი იგივე მოვალეობის შესრულებას გამგებლის მოადგილის მოვალეობის შესრულებას. ცვლილებაა გამგეობის საკონკურსო საატესტაციო კომისიაშიც. აღნიშნული კომისიის თავმჯდომარის პოსტი 5 მარტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატთა ხმათა უმრავლესობით თავმჯდომარის მოადგილედ თემურ ფეიქრიშვილმა დაიკავა. იგი ამ დრომდე საპრეტენზიო კომისიის ხელმძღვანელად მოიაზრებოდა. საკონკურსო კომისია ადიგენში 10 თებერვალს შეიქმნა. 7-კაციან კომისიას 1 წევრი აკლია. თემურ ფეიქრიშვილი ამბობს, რომ კომისია სრულად 6 მარტს დაკომპლექტდება. ამასთანავე მომავალ კვირას გაერკვევა კანდიდატებთან გასაუბრების ვადები. Კომისია, რა თქმა უნდა, იქნება გამჭვირვალე, ობიექტური, დაფუძნებული იქნება საჯაროების, თანასწორობის პრინციპებზე. თითოეულ კომისიის წევრს მოუწოდებ აქტიურად იმუშაოს საკონკურსო საატესტაციო კომისიაში, რამე თუ უფრო გამჭვირვალე იყოს და ობიექტური იყოს კომისიის მუშაობა. საჯარო მოხელეთა შესარჩევი კომისიის ხელმძღვანელად ამ დრომდე საკრებულოს თავმჯდომარე გივი ენდელაძე მოიაზრებოდა. თანამდებობის მოხსნის მიზეზად იგი დროის უქონლობას ასახელებს. გივი ენდელაძის გარდა კომისია კიდევ 2 წევრმა, ადიგენის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა არსენ ბალახაშვილმა და მისმა მოადგილემ ზაზა ძინძიბაძემ დატოვეს. შეგახსენებთ, რომ კომისიის წევრებმა თანამდებობა თოქ-შოუ დიალოგში გამართული დებატების შემდეგ დატოვეს. დიალოგში კომისიის წევრები არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოებრივი დარბაზი ადიგენის განვითარებისთვის ხელმძღვანელმა გოდერძი კუბლაშვილმა უმაღლესი განათლების დამადასტურებელი მოწმობის არ ქონასა და კანონმდებლობის დარღვევაში დაადანაშაულა.